განწირული ვართ იმისათვის, თუ კი რაიმე თანხა დასავლეთიდან შემოვიდა, ან უცხოეთიდან ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომატურად შეიძლება მოგნათლონ რა, იმათ, უცხო ძალების გავლენის აგენტად. არა, ეგ წაგებული არგუმენტი აქვს, აკაკი, იმიტომ რომ თუმცა გამოიყენე მე მაგ არგუმენტი, კაც. გამოიყენე მაგ არგუმენტი, ნახევარ წუთში წარმატებული სოფლიო, მე მეხმარება რომ წარმატებული აბარა. და თან არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის, თუ შეირგებ და თუ არ შეირგებ. კოლეგებო, გავდივარ ეთერში და მოდი დავიწყოთ ნელ-ნელა. მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებით შემოგვიერთდებიან საუბარში. ვინც დაგვესწრება, ანა გვესწრება და თამანა. დანარჩენებს ეთყობა მაინც დავიწყდათ. რავიგე. ერთი წუთით მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ ჩვენ ზუმებს და მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა მსმენელები გვემატება, იმიტომ რომ წინა ზუმებით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა საკითხებზე, საკმაოდ საინტერესო იყო. წელს დღეს ცოტა უჩვეულო დროს გავდივართ, იმიტომ რომ შაბათობით გვექნება ჩვენ ზუმი, ხვალ უბრალოდ რადგანაც არჩევნების დღეა და თან ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი ქალაქში, არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ესე ვთქვათ, ამ ზუმის გატარება. მე მინდა ყველას მივესალმო, ვინც შემოგვიერთდა და ვინც ჩვენთან ერთად არის თამარ და ანა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ შემოხვედით. და მინდა რომ გთხოვოთ, რომ ცოტათი ვიაქტიუროთ, თუ საინტერესო იქნება თქვენთვის. დავიწყოთ იმ თემით, რა თემაც ჩვენ განვაცხადეთ, რაც ჩვენთვის არის ძალიან პრობლემური და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მამუკა გულავას და ბატონ აკაკი ფანჩულიძეს, რომ გვესწრებიან ამ ზუმში და მათთან ერთად მინდა ძალიან სერიოზულად გავმართოთ დიალოგი შავ ზღვასთან დაკავშირებით. საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა. საქართველოს საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს შავ ზღვაზე და მას აქვს სერიოზულად ტერიტორიალური წყლები და გააჩნია ეკონომიკური წყალიც კი შავი ზღვისგან გამომდინარე. შესაბამისად, მთელი სარგებელი, რაც შეიძლება მოიტანოს ზღვამ და ზღვის ქვეყანამ, წესით და რიგით ჩვენთან უნდა იყოს. მაგრამ ვიღებთ თუ არა ჩვენ სრულად იმას, რაც უნდა მოიტანოს საზღვაო ქვეყანამ. ვასრულებთ თუ არა ჩვენ ჩვეულებრივად იმ კონვენციებს, რომელთანაც მიერთებული ვართ, მათ შორის არის მართული კონვენციები, რომელიც სისუფთავეზე და დაცვაზე მეტყველებს ზღვის და ოკეანეების. ვართ თუ არა ჩვენ მხარე და კარგად ვასრულებთ თუ არა ბუხარესტის კონვენციას, შავი ზღვის დაცვის კონვენციას, რომელიც 92-ში მიუერთდა საქართველოს ამ კონვენციას, როცა ის შეიქმნა, ერთ-ერთი ყველაზე რთული და სერიოზული დოკუმენტი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა შავი ზღვის ქვეყნებისთვის. თან უნდა დავიმახსოვროთ, თვითონ შავი ზღვა არის პრობლემატური თემა, იმიტომ რომ ჩვენთან დღეს შავი ზღვის რეგიონში არის საომარი კონფლიქტებიც კი და ეს პრობლემაა, როცა ორი მეზობელი, ორი საზღვაო ქვეყანა, უკრაინა და რუსეთი არიან ომში ერთმანეთთან და ეს დაეთყო შავ ზღვასაც კი. იმიტომ რომ ქონდა არა ერთი გაფრთხილება 2022 წლიდან გამომდინარე ხან ესე ვთქვათ საზღვაო მინებს ვეძებდით, უпростоრად საშიშროებას ვხედავდით, ხან ქერჩი იყო, ხან ქერჩის დაღვრა იყო, რომელიც ბოლომდე არ არის და ჩვენ კიდე გვეუბნებიან, რომ კიდე მოხდა დაღვრა შავ ზღვაზე და მაგის გარდა არის კიდევ ერთი, იყო უკრაინაში
პერიოდში მომხდარი ტრაგედია, რომელიც ეხებოდა კახოვკის გეზს, როცა აფეთქდა კახოვკის გეზი და დაინგრა და გარკვეული სერიოზული დამიწურება მოხდა შავი ზღვის სანაპიროების, არა საქართველოს ტერიტორიის წყლების, მაგრამ სხვა მათ შორის უკრაინის ესე ვთქვათ სანაპირო საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა. და ეს ყველაფერი გვახსოვს და ეს ნიშნავს, რომ შავ ზღვას თავისი პრობლემებიც გააჩნია. თვითონ ზღვასაც აქვს თავისი პრობლემები, განსაკუთრებით თავისი გოგირ წყალბადის ფენით, რომელიც მას გააჩნია და დიდი ხანია ვიძახით. ხან პროგნოზირებდნენ, რომ აფეთქდება შავი ზღვა, ხან ვიღაცა აპირებდა, რომ მოდით გოგირ წყალბადი, ანუ წყალბადი და გოგირდი მოვიპოვოთ შავი ზღვიდან, მილებით, ესეც მახსოვს, როცა ესეთი პროჟექტები იყო და პროექტები იყო, რომ მოდით ახლა გავმდიდრდეთ. დღეს უკვე სხვა გამოწვევები აქვს შავ ზღვას, მათ შორის არის ნავთობის და გაზის მოპოვება, რომელიც რუმინეთი აპირებს, რომ გააკეთოს თავის სანაპიროზე, რომელიც აგრეთვე შეცვლის გეოგრაფიას და ის ზოგადად საკითხს. ის თემაც, რომელიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე ენერგო დამოუკიდებლობას, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზღვაო კაბელთან დაკავშირებით, ესეც მინდა რომ ამას შევეხოთ ელექტროგადამცემ ხაზს დაკავშირებით შავი ზღვის სანაპიროზე, ისევე როგორც თავის დროზე სერიოზულად და საკმაოდ რთულად ვიხილავდით ცისფერ ნაკადს, რომელზეც იყო ლაპარაკი, რომელიც უნდა გასულიყო მილსადენი და გავიდა მე რამდენიც ვიცი თურქეთი რუსეთის მეშვეობით და რომელსაც შეეძლო შეექმნა გარკვეული პრობლემები შავ ზღვაზე. დღეს იამზე ამოგიბეჭდე. თამუნა თუ გამორთეთ რა ესა. ხო და შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული ელემენტებია, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ დღეს. მოდით დავიწყოთ, ბატონო მამუკა, თქვენ გთხოვდით პირველად, რომ ისა ქალბატონო ნინო, ხო არ ჯობია რომ მოდით ჩვენ რაღაც გარკვეული ხედვა ჩამოვაყალიბოთ. ბატონი მამუკა არის შავ ზღვაზე ფაქტიურად მეცნიერი, რომელიც მუშაობს, ის არის ავტორი იმ პროექტებისა, რომელიც სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ესე ვთქვათ სტრატეგია იყო თავის დროზე, კანონ პროექტი იყო, შავი ზღვის სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროგრამას ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც თქვენ მინისტრი ბრძანდებოდით და თქვენი მონადამორჩილი ministris მოადგილე, ერთი სიტყვით მე ჩამოვაყალიბებ და ალბათ შემდეგ უკვე უპრიანი იქნება რომ მამუკამ ერთგვარი ჯერ სიტყვა და მე ბატონო მამუკას მოკლედ. ხო, რა თქმა უნდა რა. ბატონო პრობლემა არ არის მე ბატონი მამუკა. ასაბუთებ ამას, იმიტომ რომ თვითონ ის ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის ამასთან დაკავშირებით, გამიგეთ, იმიტომ რომ მეც მაქვს რაღაც სუბიექტური ჩემი მოსაზრებები, რომელიც კარგი იქნება თუ კი ესეთ ანალიზ და შემდეგ დებატებსაც მოვაყოლებთ ამას რა. ბატონო, აკაკი გთხოვთ, მაშინ დავიწყოთ. მე მგონი ესე უპრიანი იქნება რა. მაქსიმალურად შევეცადოთ დიალოგში წავმართოთ ეს ჩვენ. ანუ დიალოგი რა იცი არის. მე აი სათქმელი რაც მაქვს, მინდა რომ თქვა ამ შავ ზღვის საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ ალბათ თვითონ შეჯამებას, რეზიუმეს ან ელემენტარულად უგნებავთ, რა ვიცი. განხილვა გავაკეთოთ, ხო, განხილვაც გავაკეთოთ, ალბათ ჯობია რა, ის რაც თქვენ გააკეთეთ, ახლა შესავალი, ალბათონო ნინო. მე უბრალოდ მოხაზე მნიშვნელოვანესი არის და თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ის იმ კითხვების პასუხების გასაცემად, მე მაგალითად იგივე იმ კითხვებს თემატურად ორ ჯგუფად დავყოფთი რა. არის თუ არა ვთქვათ ის რაც თქვენ პირველ კითხვად ჩამოაყალიბეთ, არის თუ არა შავი ზღვა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ეს ერთი და შესაბამისად, ნუ ახლა აქ ეს პატარა ისეთი მარტივი არ მეგონოს ეს კითხვა არის ძალიან ისეთი მოცულობითი და ამიტომ დაისვა ალბათ ეს მარტივად, მაგრამ ამავე დროს არის მეორე თემატურად ალბათ რამოდენიმე კითხვა გასაერთიანებელი ვიცით თუ არა ზღვის ეკოსისტემის შესახებ, როგორი სანაპირო უნდა იყოს საქართველოში, რა არის სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა და რატომ ვერ არ კეთდება და არ ვაკეთებთ ესეთ მართვას, რა უნდა ვიცოდეთ საერთოდ შავ ზღვაზე. აი ეს კიდე მეორე თემა არის ჩემი აზრით რა, საერთოდ. ეხლა რაც შეეხება
არის თუ არა შავი ზღვა მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, შავი ზღვა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი არის, ის ჩვენთვის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თვალსაზრისით გეოპოლიტიკური კარიბჭეა, შეიძლება ესეც ვთქვათ რა. მისი როგორც ცენტრალური დერეფნის მნიშვნელობა, ჩემი აზრით, სავაჭრო და ენერგეტიკული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი არის. ევროპის, ჩინეთის, ცენტრალური აზიის თუ ახლო აღმოსავლეთის ინტერესები აქ საკმაოდ მნიშვნელოვანია და იკვეთება, მაგრამ ამავე დროს იკვეთება აქედან გამომდინარე, როგორც ესე ვთქვათ, ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისა და ირანის ინტერესებიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა სიფრთხილე მართებს და ამისთვის ბუნებრივია საჭიროა, რომ მყარი პარტნიორული გარანტიები არსებობდეს და მეტი ელასტიურობა პოლიტიკურ კონტექსტში არის, ესე ვთქვათ, ალბათ გამოსაყენებელი. ეხლა რაში გამოიყენება ამ ცენტრალური, ანუ იგივე შუა დერეფნის უპირატესობა სამხრეთისა და ჩრდილოეთის დერეფნებთან. შუა დერეფანი სხვებთან შედარებით მოკლეა და მოგეხსენებათ დრო საერთოდ პასეულია ნებისმიერი, ესე ვთქვათ, საქონლის ტრანსპორტირებისას, მრავალი პროდუქტისათვის, საზღვაო ტვირთი იაფია და გადამზიდავებთ სურთ თავიდან აიცილონ პოლიტიკურად სარისკო ან სანქცირებული მარშრუტები, იცით თქვენ ახლა ამასთან დაკავშირებით მე აღარ შევუდგები განმარტებებს. რაც შეეხება, არსებობს რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი არის წმინდა შუა დერეფნისთვის, ის რომ დაძლევადია სახელმწიფო საბაჟო გამტარუნარიანობის საკითხი, რამე თუ რამოდენიმე ქვეყანა არის აი ამ დერეფანში, იგივე ესე ვთქვათ, ტვირთბრუნვის დასაჩქარებლად და კასპიის ზღვაზე საბორნე გადასასვლელის ეფექტურობის გაზრდა. სათანადო, რა თქმა უნდა, კაპიტალ დამატებებს საჭიროებს და აი ეს შუა დერეფანი ფაქტიურად, რეალურად უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პრიორიტეტული შეიძლება გახდეს. ეხლა აი ეს რაც უშუალოდ აი ამ კითხვაზე მინდა მეთქვა და რაც შეეხება რა არის განსახორციელებელი, ხო? მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვისთვის საერთო ინიციატივებისა და პოზიციების მხარდაჭერა განსაკუთრებით უსაფრთხოების დასაცავად, რაც თქვენ ბრძანეთ, შავ ზღვაში საომარი მოქმედებების თავიდან აცილება, ომის დაუშვებლობა და ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისათვის, აი ჩვენი ქვეყნისათვის, ხო, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განიხილავს საერთო გარემოსდაცვის მიზნებსა და ქმედებებს, უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, შესაძლებელია, რომ ახლა სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვა, ინტეგრირებული მართვის უზრუნველსაყოფად სტრატეგიისა და კანონპროექტების მომზადება ან ძველის არსებულის, რომელიც გამზადებული არის, შემოკარგებო, ხო? აი იმის, ესე ვთქვათ, განახლება და რეალურად შემოტანა არის, საჭირო და დამტკიცება არის და მოქმედებები არის დასაწყები, ხო? ოღონდ მოქმედებათა გეგმები, ჩემი აზრით და ღრმაწმენით, არა ესეთი დეკლარირებული უნდა იყოს, რასაც ჩვენ ხშირად შეჩვეულები ვართ, გამიგეთ? არამედ კონკრეტულ დროში და სივრცეში გაწერილი უნდა იყოს შესაბამისი ხარჯ-დახრიცხვით და ბუნებრივია, რომ უკვე ეს საზოგადოებისათვისაც უნდა იყოს ცნობილი და მათი ჩართულობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. და რაც მთავარია, მარეგულირებელი ორგანოს გარემოს დაცვის უწყება, იმისათვის, რომ გარემოს დაცვითი სტანდარტები და საერთოდ მდგრადი განვითარების ის ძირითადი ელემენტები მართლაც რეალიზებული იყოს ჩვენს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესია, რომ აი ესეთი უწყება, მარეგულირებელი უწყება არსებობდეს და არავითარ, ესე ვთქვათ, ინტერესთა კონფლიქტში არ შედიოდეს სხვა, ესე ვთქვათ, დარგობრივ თუ სექტორალურ, ესე ვთქვათ,
გეგმებთან და საერთოდ პროცესებთან. აი ეს ძირითადი ესე ვთქვათ მიმართულებები, რისი თქმაც მე მინდოდა. მაგრამ ეხლა უნდა გადავიდეთ აუცილებლად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გარემოს დაცვით პრიორიტეტებს. ჩვენ გარემოს დამცველები ვართ და ჩვენი გვტკი ვარ, რამე თუ ვიცით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის არის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი, ესე ვთქვათ, მოთხოვნა. და პირველი ზღვისა და მდინარეების დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. აი ეს შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება, ჩვენ გვინდა იქ ესე ვთქვათ საპორტო მეურნეობების განვითარება, ხო? შესაბამისად, სანაპირო ზოლში ძალიან ბევრი სხვა რამ, რომელიც არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან, ეკონომიკის სხვადასხვა ესე ვთქვათ მიმართულებებთან. და აქედან გამომდინარე, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდა გაუნებლობის ნაგებობათა კომპლექსური, ესე ვთქვათ, აი ამ ნაგებობების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. აუცილებელია და გადადებას არითმეს დასახლებული პუნქტებში, საკანალიზაციო ქსელებში ჩამდინარე წყლების მიღების პირობების დაცვა, დანერგვა და დაცვა, გამიგეთ? ეხლა ამაზე როდესაც საუბრობთ, იცით რა, ხანდახან ვერც გებულობენ, გამიგეთ, აი ხშირად და ეს საზოგადოებისათვის მინდა რომ თქვა, რომ მილიონები დაჯდა ის გამწმენდი ნაგებობები, თუ გნებავთ აღდგენა რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა, ჩემო ბატონო, იგივე ბათუმში, იგივე ელემენტარულად ურეკი შეკვეთილის ფოთში არ არის, არის პატარა, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელოა და იმის ფუნქციონირებაც ახალი უბნისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ რომ ამას წინათ მე თვითონ ვიზუალურად ვნახე და რაღაცა იქ ის ხარჯი, რომელიც ჩადიოდა ბუნებრივ ჩამონადენში, გაწმენდილს არ გავდა, გამიგეთ? გარდა ამისა, ეხლა ამას აქვს ძალიან ობიექტური, ესე ვთქვათ, წინაპირობებიც. მნიშვნელოვანი ყუდრადღება უნდა დაეთმოს საწარმოებიდან ტექნოლოგიურ პროცესებში დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ლოკალურ გაწმენდ ნაგებობებს. განსაკუთრებით ისეთი მსხვილი, ესე ვთქვათ, დასახლებული პუნქტისათვის, როგორც არის ბათუმი, როგორც არის ფოთი, ჩემო ბატონიშვილო, იგივე ურეკი შეკვეთილისათვის, ხო, იქ ცოტა სხვა პრობლემაა და ამაზედაც მოგახსენებთ, თუ 3-4 წუთი კიდე, ესე ვთქვათ, გვექნება სურვილი ჩემი მოსმენიც. ესე იგი, სამეურნეო სამყოფად ცხოვრებოდა სამრეწველო ჩამდინარე წყლები უნდა დამუშავდეს ევროკავშირის სტანდარტებით. ჰელკომ არის ესეთი სტანდარტი, რომელიც რეალურად სხვათა შორის ჩრდილოეთის ესე ვთქვათ ზღვებში ეს გამოყენებული არის და შესაბამისად ჩამდინარე წყლები ზღვაში ან მდინარეებში გაწმენდა გაუნებლობის გარეშე არ უნდა ჩადიოდეს და შესაბამისად შემდეგ ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ტერიტორიულ წყლებზე ზღვაში და შესაბამისად ეს თუ როგორ რა პრობლემებს წარმოუშვებს შემდეგ ტურისტთან დაკავშირებით ალბათ ეს ყველამ კარგად ვიცით. 5 წლის წინ პირველი ნიშანი მოგცა უკვე ზღვამ, გამიგეთ? ივლისის თვე იყო თუ არ ესე ვთქვათ, მეხსიერება არ მღალატობს, თვეში, ესე იგი ივლისის თვე იყო, 3 დღის განმავლობაში ურეკში ზღვის წყალს მწვანე ფერი დაკრავდა. გამოიკვეთა ევტროფიკაციის ნიშნები, აი პირველი ახლა ბერთმა დაგვიპაროს ის რაც ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპირო ზოლში ხდება, გამიგეთ, მაგრამ რეალურად ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მთელი რიგი პრობლემები გვაქვს ჩვენ წყალშემკრებებთან დაკავშირებით და ჩამონადენებთან დაკავშირებით, რომელიც ზღვაში ჩაედინება. საჭიროა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, ფერმებიდან ჩამონადენების შემცირება. აუცილებელია შეიქმნას ბუფერული ზონები, ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, გამიგეთ? ბუფერული ზონებია შესაქმნელი, რომ ელემენტარულად ფაქტიურად აი ეს დიფუზური დაბინძურების, იგივე ელემენტარულად ზედაპირული ჩამონადენების საკითხი ფაქტიურად აი ამ ზონებში ჩაქრეს. მიხვდით? შესაბამისად ციტრუსების პლანტაციებში ძალიან
საგანგაშო სიტუაცია სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს უნდა კაცრ ნორმირებას და კაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, მეგობრებო. ეხლა დასუფთავების პროგრამების შემუშავება. საჭირო არა ისე რომ 5 წლიანი მუნიციპალური გეგმები ეხლა არ მინდა კიდე უტრირება გავაკეთო ამისი გამიგეთ და უნდა ჩაიხედოთ ერთი და ნახოთ რა ერთ წერილში. საჭიროა პლაჟებისა და მდინარეების კალაპოტების დასუფთავება რეგულარულად, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში არსებული მდინარეებზე მაქვს ეხლა მე ყურადღება ძირითადად გამახვილებული, მაგრამ შავ ზღვას რა მდინარეებიც ესე ვთქვა ჩაედინება ყველა მნიშვნელოვანი არის აბსოლუტურად. მუნიციპალიტეტებში მდინარეთა კალაპოტების გასაწმენდად ადრე არსებობდა სპეციალური ბრიგადები. ეს მუნიციპალიტეტებს მე მქონდა შიგნით ადრე გამგეობებს და ახლა მერიებს მე ვიცი რომ ესეთი ჯგუფები არსებობდა და პრაქტიკამ დაგვანახა რომ ჯერ კიდევ საჭიროა ასეთი ბრიგადები და ასეთი ესე ვთქვათ ჯგუფები რომელიც აი ამ კალაპოტების გაწმენდა გაუნებლობაზე მართალი ეს შედეგთან ბრძოლა გეთანხმებით, მაგრამ საუბედუროდ დღეს ეს საჭირო არის გამიგეთ და რა თქმა უნდა იმისა რომ უნდა განვახორციელოთ რაღაც გარკვეული პრევენციები იმისათვის რომ არ მოხდეს აი ამ მუნიციპალური ნარჩენების მოხვედრა აი ამ ჩვენს წყლის ბუნებრივ წყლის ობიექტებში და შესაბამისად ეს მე თავს არ იყრიდეს და არ აკუმულირდებოდეს შავ ზღვაში. მნიშვნელოვანია და მოდით ხაზი გაუსვათ ამასაც რომ მდინარეებზე ნარჩენების შემაკავებელი მოწყობილობები ფუნქციონირებს, ეს მყარი ნარჩენების კომპანიამ გააკეთა სხვათა შორის და გურიის რეგიონში 11 არის ესეთი მოწყობილი, ძალიან კარგად მუშაობს ეს მცირე მდინარეებზე და შესაბამისად ეს მნიშვნელოვანია. ეხლა ისიც უნდა იმასაც გაუსვათ ხაზი რომ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სანაპირო ზოლში კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე გახშირებული წყალდიდობების დროს ადგილი აქვს დასახლებული პუნქტებიდან სხვადასხვა ნივთების, რა ვიცი, მდინარეებით, ესე ვთქვათ, აი წყალშემკრებებში, ფერდობებზე, ხის კუნძების და მორების, ესე ვთქვათ, ჩამოტანას. რატომ ხდება ეს? რატომ ხდება? ბუნებრივია გამომდინარე იქედან, რომ თვითონ აი ამ ფერდობებზე ტყის მასივების, ესე ვთქვათ, უმოწყალოდ გაჩეხვა, განადგურება, ჭალის ტყეების უმოწყალოდ, ესე ვთქვათ, ასხეტვა და განადგურება იყო და არის საფუძველი თუ გნებავთ 21 წელს თურქეთიდან რაც წამოვიდა ეს მასა მე გამოირეყა შავი ზღვის აი ჩვენს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ანალოგიური მოვლენა განვითარდა წელს სექტემბრის თვეში ზღვის დაბინძურება ამჯერად საქართველოს ტერიტორიიდან მდინარეთა ჩამონადენება განაპირობა. კიდევ ვიმეორებ რომ ეს ვეღარ ასრულებს, ესე ვთქვათ, აი ეს ტყის ეკოსისტემები, თუ გნებავთ ჭალის ტყეები ქვედა ზონაში თავის ფუნქციას, ანუ ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას. და ადგილი აქვს ნაპირების გამორეცხვას, ფერდობებზე წყლის მიერ ეროზიას და ვარცოფ ფორმირებას. შესაბამისად, მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის ამოღება უდიდეს პრობლემას უქმნის თვითონ ჩამონადენების რეჟიმს, განსაკუთრებით შავი ზღვიდან აი 20 კილომეტრიან ზონაში. შედეგად იხტიოფაუნას ასეთი მდინარეების ეკოლოგიური სტატუსი საშუალოზე დაბალია. ბატონებო, აი შეფასება რომ გავაკეთოთ ახლა ჩვენ ხო? ეს იქნება საშუალოზე დაბალი ეკოლოგიური სტატუსის მდინარეები, წარმოიდგინეთ სად? კოლხეთის დაბლობზე შავი ზღვის, ესე ვთქვათ, აი იმ ზონაში, სადაც ეს საკურორტო ზონაა ძირითადად და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია და საკმაოდ დიდ შემოსავალს ღებულობს ამით სახელმწიფო. ეხლა ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ძირითადად აი ეს უსისტემოდ არსებული ნაგავსაყრელები მდინარეთა ნაპირებთანაა განთავსებული, აგრეთვე უდიდეს პრობლემას ქმნის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც ხევებისა და მცირე მდინარეთა ნაპირებზე გვხვდებიან და რა თქმა უნდა, იქედან პლასმასის ნარჩენებიც დიდი რაოდენობით ხდება ჩვენ
3-4 წლის წინ დავიანგარიშეთ კიდევაც სპეციალური ესე ვთქვათ სტატიაც კი მოვამზადეთ ამასთან დაკავშირებით და იმ პერიოდში სულ მცირე 10,000 ტონა ფაქტიურად მთლიანობაში აი სტიქიურად 23.2% არ მიეწოდებოდა ესე ვთქვათ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისი, ანუ სადღაც 335,300 კაცამდე იყო ეს დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ესე ვთქვათ გარდა და შესაბამისად სულ მცირე 91,100,000 ტონამდე ესე ვთქვათ მუნიციპალური ნარჩენი ფაქტიურად არ ექვემდებარებოდა სერვისს. გამიგე და აქედან გამომდინარე რეალურად ჩვენ გავსაზღვრეთ იმ მინიმალური პროცენტული მაჩვენებლიდან, რომ 12% აი ამ მუნიციპალურ ნარჩენში 15-საც ასახელებენ და 18-საც სხვადასხვა ექსპერტები, მაგრამ ჩვენ ძალიან ესე ვთქვათ შევზღუდეთ, იმიტომ რომ ჩავატარეთ რა ამაზე დაკვირვება და სადღაც 10,000 ტონამდე პლასტიკი მარტო გაბნეული არის სტიქიურ ნაგავსაყრელებზე და მიმოფანტულია თლიანობაში გარემოში. ხვედრითი წილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ სანაპირო ზოლზედაც მოდის, გამიგეთ, იმიტომ რომ ტურიზმით არის დატვირთული ეს ზონა და შესაბამისად საკმაოდ სერიოზული პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით და ის რაც ჩვენ დაწყებული გქონდა კალბატონო ნინო საქართველოს წვანეთა მოძრაობას ის საქმიანობა რომელიც ნარჩენების მართვასთან იყო დაკავშირებული ეს უნდა გაგრძელდეს და რეალურად ძალიან დიდ როლს თამაშობდა ამ საქმეში ამ პრობლემების ესე ვთქვათ მოგვარებაში ის დასავლური გრანტები, ინვესტიციები, რომლითაც ესე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ საქმიანობას ახორციელებენ. ეხლა ხელისუფალი ამბობს, რომ კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ესო. კი ბატონო, ჩაანაცვლონ, გამოაცხადონ ტენდერები და ჩვენაც მივიღებთ მონაწილეობას, გამიგეთ? ესე იგი, დასახლებულ პუნქტებში საჭიროა კიდევ ეხლა დამატებითი პრობლემა სანიაგვრე სისტემების რეგულარული გაწმენდა. არსებული სანიაგვრე სისტემების გაფართოება, მეგობრებო. ქალაქგეგმარების პროცესში ზედაპირული წყლების ანირების საკითხის პრიორიტეტად გამოცხადება, გამიგეთ და გამოყოფა. გეგმები რომ გაკეთდება გენერალურები სივრცითი განაშენიანების, მას სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება ჭირდება და ძალიან ესე ვთქვათ მკაცრი მიდგომა არის ამ თვალსაზრისით საჭირო რა. არ უნდა დაუშვათ ის რომ სანიაღვრე წყლებით გადავსებული იყოს ურბანული წყლების საკანალიზაციო სისტემები. გადაუშვებელია, სწორედ ეს პრობლემაა ურეკი შეკვეთილის გამწვენებათა კომპლექსისათვის, იმისათვის რომ სუბტროპიკული ზონაა, მოგეხსენებათ, ხო? კოლხეთის კლიმატი საკმაოდ ესე ვთქვათ ჩამტენიანი არის და ნალექი დიდი რაოდენობით მოდის. და აი ეს წყლების ზედაპირული, ჩამდინარე წყლების ზედაპირული ნალექის შედეგად წარმოქმნილი წყლების მართვა, როდესაც არ მიმდინარეობს, ისინი ხვდებიან აი ამ ურბანულ საკანალიზაციო სისტემაში და ფაქტიურად იქ ჟანგბადზე ბიოლოგიური მოთხოვნილება ძალიან არის დავარდნილი, რაც ხელს არ უწყობს, მოგეხსენებათ, კალბატონო ნინო, ბიოლოგიურ პროცესს აი ამ გამწვენებელ ნაგებობათა კომპლექსებში. ეხლა რაც შეეხება თევზჭერის საკითხს, რეგულირება ზღვიდან და შენაკადი მდინარეებიდან, ესე ვთქვათ, თევზჭერის რეგულირება, დაჭერის ლიმიტებისა და სეზონური აკრძალვის რეალურად განხორციელება ეს აუცილებელი საკითხია და პორტებში მკაცრი კონტროლის დაწესება, გამიგეთ? უკანონო თევზჭერის აღჭურვილობების აკრძალვა და მათზე კონტროლი ეს დღესაც პრობლემური არის დასავლეთ საქართველოსათვის. და არ მინდა ეხლა კიდე ჩაუღრმავდი აი ამ თემას და ვიცი რასაც ვაპარაკობ. თუმცა ბატონო აკაკი, ახლა ჩაგერთვებით ცოტა, იმიტომ რომ მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ სპეციალურად არის გამოყოფილი შავი ზღვის რეგიონში ზონები, სადაც შეიძლება თევზაობა. ანუ ესეთი მონაკვეთები. მაგრამ ერთი წუთი, უბრალოდ რა მინდა მაგას. ხო, ეს თევზჭერის ზონებია, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ სერიოზულად წავაწყდით ამ ზონებთან მიმართებაში. ჯერ ერთი რეჟიმები ბოლომდე დადგენილი არ არის და მოდი ვთქვათ ესე, პირველი. მეორე, ჩვენ არ გაგვაჩნია ადგილობრივი ფლოტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ძალიან ცოტა გემებია საქართველოს საკუთრებაში არსებული და ხელშეწყობა უნდა გქონდეთ
ჩვენ ესე ვთქვათ თევზჭერის ფლოტილიას, იმიტომ რომ ძირითადად არიან შემოსული გემები, აბსოლუტურად გეთანხმებით. აქვთ. და მესამე მომენტი, რომელიც არის პრობლემატური, ეს უნდა გადაიხედოს ალბათ თვითონ შემადგენლობა, რას ვიჭერთ, რას არ ვიჭერთ და როგორ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინვაზიური სახეობები შემოსული შავ ზღვაში, მათ შორის მოლუსკების სახით და ისინი გარკვეულ პრობლემას წარმოქმნიან. ესე არის. მაგრამ როცა ადამიანს არ ესმის და მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ამას გაითვალისწინებენ, რომ ამის რეგულაციის საკითხი უნდა იყოს მაგალითად MBSF-ის საკითხი, ანუ მზადდება ახლა ბიომრავალფეროვნების გეგმა და შიგნით უნდა იდოს ეს ნაწილი აუცილებლად. და ისევე როგორც უნდა იდოს ის, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს დაცული ტერიტორია ზღვის აკვატორიაში, რომელიც უნდა დავიცვათ. დიახ რა. აი იგივე კიდე თუმცა რომელსაც უქმნით რისკებს. აბა, სერიოზულს თანაც. ცურავი საშუალებებიდან ნარჩენების ზღვაში გადაყრის ფაქტებზე თქვენ უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით რა სამუშაოები გავწიეთ, ხო? ამასთან დაკავშირებით. ისევ პრობლემები. და ფაქტები იმისა, რომ პირდაპირ იხრება, გამიგეთ? კაცრი რეაგირება. კი, არის, მე მსმენია, რომ საკმაოდ სერიოზული და მაღალი ჯარიმებია თუ დაიჭირეს, გამიგეთ? და ამასაც როგორ გავართვათ თავი, ამასაც ჩემ სუბიექტურ მოსაზრებას გეტყვით და მე ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, პორტებში ნებისმიერ მცურავ საშუალებას, რომელიც ესე ვთქვათ, ზღვაში გადის, ხო? ნარჩენ წარმოქმნილი ნივთების აღრიცხვა და მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს პორტებში ნარჩენების მიღების უზრუნველყოფა უნდა იყოს და ბალასტური წყლების გადამუშავებაზე მოთხოვნები, გამიგეთ? რეალურად აი ეს აუცილებლად განსახორციელებელია, მკაცრად მოსათხოვია. პორტები უნდა აღიჭურვოს საჭირო ინსტრუმენტებით ზღვის დაბინძურების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის. და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და შესაბამისად კონფერენციაც კი ჩავატარებთ. გახსოვთ, ხალბატონო ნინო რა. ზღვის წყლის მუდმივი კონტროლის უზრუნველსაყოფად ყველა მუნიციპალიტეტში. აი, ბატონი მამუკა დამთანხმება ამასთან დაკავშირებით. ფოთში არის შესაბამისი ლაბორატორია, ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს ამის შესახებ. მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც შავ ზღვას, ესე ვთქვათ, ესაზღვრება, უნდა შეიქმნა სპეციალური ლაბორატორიები. ამის შესახებ ინფორმაცია, აი წყლის, არა მარტო ზღვის, არა მდინარეთა, ესე ვთქვათ, ჩამონადენებში, ხო? წყლის ხარისხი უნდა იცოდეს თუ რა არის, როგორ არის, საზოგადოება მით უმეტეს უკვე 2026 წლიდან შემოდის წყლის მართვის კანონში უკვე ის რეგულაციები, რომელიც საჭიროებს ამის, ესე ვთქვათ, საზოგადოებისათვის მიწოდებას ამ ინფორმაციის. მერე აუცილებელია, რომ უშუალოდ დავიცვათ მდინარეთა ესტუარები და მსხვილ მდინარეთა დელტები. რა მდგომარეობაშია, უნდა გადაიხედოთ და ნახოთ, გამიგეთ? შესაბამისად, როდესაც ესტუარებზეა საუბარი, ახლა საზოგადოებამ და მსმენელმა უნდა გაიგოს, რომ ერთტოტიან ძაბრისებურად გაფართოებულ შესართავზეა საუბარი, ეს არის ესტუარი. და შესაბამისად, მსხვილ მდინარეებში კიდე დელტები, ეს არის ფაქტიურად ის ადგილები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო, თქვათ, ჩვენი გარემოს და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, მით უმეტეს იცით თქვენ ეს ზონა თვითონ ეკოტონი თუ რამდენად დატვირთულია, რომ ელემენტარულად ეს რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორია, ფაქტიურად გადამფრენი ფრინველები, ჭარბტენიანი ტერიტორიები და მინდა ახლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. რადგანაც არ უნდა დაგვიჯდეს, რა, უნდა დავიცვათ ჭაობები, რომლებიც ნახშირბადის თანთქმის და წყალდიდობის დროს ბუფერების ფუნქციას ასრულებენ. აი, ბუფერებზე, რომელზედაც მე თქვენ მოგახსენეთ. გამიგეთ? აი, ამაზე უკეთესი, რაც ახლა ჩვენ აი ამ ზონაში გვაქვს შექმნილი იმისათვის, რომ მართლაც იქ ეკოლოგიურ საფრთხოებაზე კონდეს, ესე ვთქვათ, ყურადღება გადატანილი და შესაბამისად ბუნებრივად აი დამცავი მექანიზმი შექმნილი, ხო? მე არ ვიცი ახლა რეალურად რომელი ჭკუათ მყოფელი იმ ზონაში, სადაც ეს ეროვნული პარკია, იგივე ესე ვთქვათ, მკაცრი დაცვის ზონა თუ მისი ესე ვთქვათ, შემოგარენი, იქ საერთოდ უნდა იქნას აკრძალული ტორფის ამოღება.
და ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი რა, რომელიც დღემდე კიდე არ ხდება მისი გამოყენება და დროა რომ აი როგორ მოვახდინოთ ზედამხედველობა, როგორ მოვახდინოთ კონტროლი, მონიტორინგი, ეს ძალიან რთულია, ძალიან დიდ დაფინანსებებთან არის დაკავშირებული, ხშირად გაიგონებთ ამას, გამიგეთ? ბატონებო, დროა უკვე გამოვიყენოთ დრონები უკანონო საქმიანობების და ბრაკონიერობასთან საბრძოლველად, აღსაკვეთად მონიტორინგისთვის, გამიგეთ? და ამას უკვე წარმატებული ქვეყნები კაიხანია უკვე იყენებენ. საჭიროა რეინჯერების მომზადება და მათთვის ანაზღაურების გაზდა, რადგან მათი მხრიდან არაკანონიერი ქმედება უნდა ისჯებოდეს კაცრად და ეხლა ამას ჩვენ ხმამაღლა როდესაც ვამბობთ, ეს არ არის, ესე ვთქვათ, ის სიტყვები, რომელიც მხოლოდ ესე ვთქვათ, გასაჟღერებლად საუბრობთ ამას, გამიგეთ? არა, ბატონებო, არის პრობლემა და შესაბამისად იმ ხალხს სჭირდება ძალიან სერიოზული ანაზღაურება. და ძალიან ბევრი საკითხია კიდე. არ უნდა შევეხოთ იმ ქვიშის დიუნებს რა. არავითარ შემთხვევაში. სხვათა შორის, აი ქალბატონ იზოლდა მაჭუტაძეს, რომელიც მუშაობს საერთოდ აი ამ მიმართულებით და დაცულ ტერიტორიებთან, განსაკუთრებით ქობულეთის დაცულ ტერიტორიასთან მიმართებით მას ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, შრომები აქვს გაწეული. იქ ითქვა, მან თქვა, შესაბამისად მეც მქონდა ეს მოსაზრება, რომ სწორედ აი ესტუარების დაცვისა და უშუალოდ ზღვის სანაპიროზე აი დიუნა რომ არის, იმის ჩართვაც მომხდარიყო აი ამ დაცულ ტერიტორიაზე და შესაბამისად არ უნდა შევეხოთ აი ამ პლაჟებს და არ უნდა შევეხოთ აი ამ დიუნებს, გამიგეთ? რაც ჩართვას და ამოიღეს კოლხეთის აგაშენა მართლა, ესე იგი მე არც ვიცოდი. ისე რა იყო ამოღებული, სულ ფიქრობდი და ძუნა არის ამოღებული, ეხლა მივხვდი რომ ხედავ. ესე ზისთვის კაი ადგილია, შემაღლებულია. აი სასწაული რა, ის რაც გაკეთდა იმაში, რა ქვია, გრიგოლეთში, ხო? და რეალურად ეხლა გვინდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უმორჩილესად თხოვთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ცენტრალურსაც, ვინც ესე ვთქვათ, ხელეწიფება საკითხების დარეგულირება გაწ. არ შეეხოთ ამას. არ შეიძლება ამის გაკეთება რა. როცა ვამბობთ, რომ არ შეეხოთ, მოდი ვთქვათ, რატომ არ უნდა შევეხოთ? ნუ მაგას ვამბობ, იმიტომ რომ რატომ არ უნდა შევეხოთ? მოდით მოსახლეობისთვის უფრო გასაგებად რო ვთქვათ, რას აკეთებს ეს ძუნა? ძუნა იცავს. იცავს, რა თქმა უნდა, იცავს ნაპირს და როგორც კი ძუნა ქრება, იმ წუთას გვეწყება წყალდიდობები, პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ ის რაც შეიძლება ამას მოყვეს, ის ხდება დღეს სანაპიროზე. ნორმების დროს. ამიტომ რომ ჩვენ შედეგად, რასაც ვიღებთ ზარალს შტორმებით, არის იმის გამო, რომ ჩვენ ფაქტობრივად თელ სანაპიროზე ვებზვით ძუნებს. დიახ. ქალბატონო, ერთი სიმპტომატური მაგალითიც მინდა მოვიყვანო, ქობულეთის ჩრდილოეთით არის აი ტურისტული ზონა რომ უნდა გაკეთებულიყო, როგორი ხარ, ინდუსტრიული თუ რა? ინდუსტრიული ტურისტული ზონა. ინდუსტრიული, რომელშიც მოახერხეთ და კონტრაქტი მიიღო თბილისის სამრეწველო პალატამ, არ გამიგია ეგეთი ორგანიზაცია, მაგრამ მიიღო საქართველოსი მახსოვს, მაგრამ თბილისის არ მახსოვს და ბელორუსულმა კომპანიამ. ანუ ბელორუსიაში ზღვა არ არის, საერთოდ არიციან ზღვის საზღვაო ტურიზმი როგორია, ამიტომ არა აქვს და რაღაცა იწოდება. და ამ ადგილას ბატონო აკაკი სახელმწიფო უზრუნველყოფ იყო ტუალეტის დადგმა. სანაპიროზე და ეს გასაგებია. ძუნა დააზიანეს, მიიყვანეს გზა და ძუნა არის დაზიანებული, ტუალეტი არის გაკეთებული ნაპირზე და ესა რა ქვია, წყალდიდობის გადაცვა და იქვე ქალბატონინო სამხრეთით სხვა შორის სადაც ჩვენი ეკოპლაჟი იყო, ქალბატონინო, აი მე გამოვიტანე სპეციალურად აკეთხარეს ლოგო ჩვენი სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის და სადაც ჩვენ ეკოპლაჟს ვაკეთებდით, სოფლიო ბანკის დაფინანსებით დიდი კედელი არის მოწყობილი ახალი. და ეს არის შეცდომა 2 კილომეტრი კედელი არის აშენებული. ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ იქ დიდი ეროზიას ადგილი არ ქონდა და შეცდომა, რომელიც ქობულეთში არის სისტემური შეცდომა, რომ კედელი არის გაკეთებული მთელი სანაპიროს გასწვრივ და რა თქმა უნდა, ეხლა ამას ვეაფერ ვერ შეცვლის, იმიტომ რომ იმის უკან სახლებია და გზებია და ასე შემდეგ. აი ეს შეცდომა გავიმეოროთ კიდე 2 კილომეტრი ჩრდილოეთისკენ, იქ სადაც სანაპირო ზონის
ნაპირების ეროზიას ადგილი არ ქონდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დისტანციური ზონდურების სურათები არ იძლეოდა ამის საშუალებას, მაგრამ მე მინდა ბატონო აკაკი, თქვენ ძალიან ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ და რამოდენიმე კიდე მინდა რომ არ ვთქვა არ შემიძლია. ბატონო მე დიახ და მე ეგრევე კარგია რომ ესე ვერთვებით და ნაშრომი. ანუ მე კიდე ხო კი ბატონო საჭიროა ეკოტურიზმის სწორად განვითარება. არა ისე რომ თაში და ბარში ჩვენი უნიკალური ეკოსისტემები, მათ შორის დაცული ტერიტორიები, გადავაქციეთ პიკნიკების, გართობის, კეიფის, დროსტარების და ღრეობის ესე ვთქვათ ტერიტორიებად. ხოლოდ კი, ზომიერად ესეც საჭიროა და იქ მარშრუტები უნდა არსებობდეს ისეთი რომ პრობლემას არ ქმნის. არამედ მას უნდა მიეცეს აი ამ ეკოტურიზმთან ვსაუბრობ და აი საკითხებზე თემატური დატვირთვა. ეკოტურისტისთვის ეს უდიდეს ინტერესს იწვევს თვითონ და იმიტომ რომ მე იცი თქვენ ახლა 25 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით და დამსვენებელი ტურისტი ესე ვთქვათ შემოსული სხვა ქვეყნებიდან აი პირდაპირ გვეხვერწება რა რომ თვითონ სასტუმრო ინფრასტრუქტურა და კომფორტი და ეს არის უფრო ნაკლებად აინტერესებს მას უფრო აინტერესებს რა იცით რომ ნახოს ეს ხელუხლებელი გარემო ნახოს ის ეგზოტიკა რაც უმნიშვნელოვანესია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა დიახ გასტრონომიაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაგრამ თუ კი რაღაც ფუნქციონალ დატვირთვას ვივცემთ ან ტურისტულ პროდუქტებს ისე თუ შევქმნით ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამიგეთ რა თქმა უნდა ამით უფრო მოიგებს ქვეყანა და უფრო ესე ვთქვათ წარმატებული გახდება ტურიზმი და განვითარება ესე ვთქვათ აი ამ მიმართულებით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით რეაგირება, ზღვის დონის აწევის მონიტორინგი, იცით რა, აი ფაქტიურად ძალიან ზოგადი რაღაც პროგნოზით შემოიფარგლებიან ხოლმე. გამიგეთ, კიდევ კარგი ადრეა ესეც არ იყო, მაგრამ ეხლა პერმანენტულად როცა არის რაღაც მოსალოდნელი, მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ზუსტი ინფორმირება ისეთი რისკების შესახებ, როგორიცაა შტორმი, წყალდიდობა, სად მოხდება, როგორ მოხდება, რა შეიძლება გამოიწვიოს, გამიგეთ, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მათი განათლების ხელშეწყობა, შესაქმნელია გარემოს დაცვითი პროგრამები, სანაპირო ზონის დასახლებული პუნქტების სკოლებისთვის, სასწავლო გეგმებში საზღვაო და სანაპირო ზოლის კონსერვაციის თემატიკის შეტანა, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა წყლის ხარისხისა და ველური ბუნების მონიტორინგში, ჩემო ბატონო, კონსერვაციის საკითხებზე შავი ზღვის ქვეყნებთან, განსაკუთრებით თურქეთთან, ხო ჩვენი სამეზობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ სამხრეთ ნაწილში და საჭიროა კავშირების გაძლიერება, შავი ზღვის კომისიის მეშვეობით ერთობლივი კვლევა და პოლიტიკის შემუშავება, რეალურად ევროკავშირსა და გაეროს მხარდაჭერის გამოყენება, ეკოსისტემების აღდგენისთვის დაფინანსების მოძიება, ის კი არა, კაცო კი არ უნდა გვიგრძალავდნენ, რომ და იმას უცხო ქვეყნის აგენტად კი არ უნდა ვაცხადებდნენ. საქმეს ვაკეთებთ და კარგ საქმეს ვაკეთებთ. გარემოს დამცველები და ხელი უნდა შეგვიწყონ პირიქით რა. და მე აი ბოლოს დავასრულებ, საერთოდ აი ჩვენი ქმედება უნდა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული, სტრატეგიით განპირობებული და რა თქმა უნდა სასიკეთოდ მომავლისათვის მიმართული. ეს არის მდგრადი განვითარების, ესე ვთქვათ, ძირითადი პრინციპებიდან და ალბათ ეს უნდა შევძლოთ. აი, დავასრულე ბატონებო. კარგი, დიდი მადლობა ბატონო აკაკი, მაგრამ მე ვიცი რომ კიდე ჩაერთვებით, იმიტომ რომ თემები ძალიან ბევრია შევძლებთ და ეხლა ბატონ მამუკას მინდა მოუსმინოთ, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანია. მე ვიცი ბატონ მამუკა, რომ ეხლა მზადდება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადაპტაციის გეგმები შავ ზღვასთან დაკავშირებით კლიმატზე. ამასაც თუ შეეხებით, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. კი ბატონო აკაკი, დიდი მადლობა, აი დამთვრუნველი იყო თქვენი საკითხების ნუსხა. ხედავთ ხო 30-40 წუთი შეიძლება ადამიანმა მარტო ჩამონათვალიც კი ამასაც კი ან პლუს ამას როგორ გამოვასწოროთ, ამაზედაც ანუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ ეს ერთობლიობაში, ასე ვთქვათ, ამდენი პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება ყველას ერთად ვერ მოვერიოთ. ანუ ცალკეც რო დავიწყოთ, შეიძლება ამიტომ რაღაცნაირად სისტემური მიდგომა ჭირდება. ბატონო აკაკი, თქვენ სწორად დაამთავრეთ, ბოლოს სტრატეგიული მიდგომა ჭირდება ამ საკითხების დარეგულირებას და
რა თქმა უნდა, ამის მექანიზმი მოგონებული არის მსოფლიოში, ეს პრობლემები მარტო ჩვენ არ გვაწუხებს და სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა აგერა ეს ლოგო, რომელიც ჩვენი პროექტი 25 წლის წინ უკვე ქალბატონო ნინო რამდენი რო გავიდა და კანო პროექტი 20 წლის წინ არის შეტანილი მთავრობაში. უпроსტოდ არ შევიდა, არ გაგზავნა. არ შევიდა, მაგრამ მზად არის 2005 წლის 12 აპრილს კოსმონავტიკის დღეს წარუდგინეთ გარემოსდაცვის მინისტრს ქალბატონო სამწუხაროდ თქვენ არიყავით მაშინ გარემოსდაცვის მინისტრი. და იყო გიორგი პაპუაშვილი სხვა შორის იმისთვის რა ქვია ჩანაწერისთვის მაინც. და მას უნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ გაეშვა შეთანხმებაზე. ეს იყო ბრიტანელი კონსულტანტების შემუშავებული და დღესაც ქალბატონინო კითხულობდა კანონისთვის 10 წელი და 20 წელი არაფერი არ არის. ანუ თუ და მივიღებდით 20 წლის წინ დღეს ვიქნებოდი წინ წასულები. სამწუხაროდ არ იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ინტეგრირებული ყოფილიყო მართვა. მე მინდა გავიხსენო ქალბატონო იცნობ თქვენ ჟენ სორენსენი მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტი ამ მიმართულებით ორჯერ იყო ჩვენთან ჩამოსული. ერთხელ მსოფლიო ბანკმა ჩამოიყვანა, მეორეჯერ მსოფლიო ბანკის პროექტით ჩამოიყვანეთ ჩვენ და მას აქვს ესეთი მიდგომა რომ იმისათვის რომ სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა საქართველოს მთავრობამ განახორციელოს და ნებისმიერმა მთავრობამ მას უნდა კონდეს გადაუდებელი მიზეზები ამის განხორციელების. compelling reasons ეგრეთ ეძახის. თავიდან აუცილებელი, ანუ როგორ დამდგუნველი მიზეზები, ბატონ მაგაკი რომ ჩავთვალა ისეთები, მაგრამ ეს მიზეზები მის სახელმძღვანელოში რომ და მთელი მსოფლიო სწავლობს, ეწერა ძლიერი ტურიზმი, რომელიც ეკონომიკის მთავარი წყაროა. ჩვენ ეს 2005 წელს არ გქონდა. ძლიერი ტურიზმი კი არა, საერთოდ ტურიზმი არ იყო. მეორე ეკოსისტემები რაღაცა გლობალური მნიშვნელობის. კი გვაქვს კოლხეთის დაცული ტერიტორიები, მაგრამ არ ვიცოდით რომ მსოფლიოში ერთადერთია და უნიკალურია. ანუ ეს დავადგინეთ. დღეს ვიცით, მაგრამ ხო შეიძლება და არ ვცოდნოდა და არ შეგვექნა ეროვნული. თქვენ იცით, ბატონებო, ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებას ჩვენ ინფორმაცია საქართველოს იცის, ჩავთვალოთ რომ ვიცით, მაგრამ ბატონ სორენსენს აკლდა 25 წლის წინ, 25 წლის მერე ჩვენ ვიცით დღეს ნამდვილად რომ არის უნიკალური მსოფლიოში და რა მანგროვის ტყეები არ არის, მაგრამ სხვა ფუნქცია აქვს და სხვა დანიშნულება აქვს. ერთადერთია მსოფლიოში თუნდაც ამით არის მნიშვნელოვანი ეს ტორპლარები კოლხეთის. მესამე მიზეზი იყო ტურიზმი და ურბანული განვითარება თუ არ მეშლება. არა, კატასტროფული მოვლენა. არც შტორმები, რომელიც დღეს გვაქვს. არც ტორნადოები გაქვთო და არც ისაო, რა ქვია, ხარიკანებიო რა, ანუ არც ყველაფერი გვაქვს, უკვე ტორნადოები გვაქვს, ხარიკანები გვაქვს. კარბონბალები საკვაკა და ბატონ მაგაკიმ წყალდიდობა აგერ 2 დღის წინ ქონდა წყალდიდობა უნახავი. საერთოდ იმდენი ხე ამოიტანა ნაპირზე ბატონ მაგაკი თქვენ დაშვიდეთ, მე იმიტომ რომ ინტერვიუში ვთქვი რომ ცუდი ტყის მართვას უჩვენებთ მეთქი. აბსოლუტურად. გადამატქმევინეს ადგილობრივებმა რომ არა ეს რა ქვია მოაძრო და არაფერი. რა მოაძრო? ხო, ანუ დამამშვიდეთ თქვენ მეთი ინტერვიუში ხარ შემეშალა მეთქი ბრიტანელ აბსოლუტურად ზუსტად არის. ვიდეოში დაპირული ნაკადები გაიზარდა ეშრი შედეგად ჩამორეცხა. ჩამოიტანა ყველაფერი დაგვაყენა. ჩამოიტანა და გვარცო ფორმირება მოხდა შემდეგ. რაოდენობის გინახავთ ბატონ მაგაკი როდისმე ჩვენ სანაპიროზე ამდენი ხის ჩვენი ჩამონადენებიდან არა მე ვახსენებ მაგის სწორედ რა 21 წელს შემოვიდა თურქეთიდან და თურქეთიდან კი ბატონო ეხლა ჩვენი წყლის ობიექტებიდან ის რაც სექტემბერში მოხდა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი. ადრეც მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ შეგვიძლია მივაბართ კლიმატის ცვლილებას და ასე შემდეგ. ტური და მეთევზეობა ქალბატონინო კინაღამ გამორჩა თემა რომ კიდე ერთი compelling reason გადამწყვეტი ფაქტორი არის მეთევზეობა. და ითვლებოდა რომ ამ მეთევზეობა გაქვთ 1-2 ეს რა ქვია ნავი დაცურავსო და ეგ არისო იმ მომენტში არ ქონდა მე. მაგრამ უნდა გითხრათ რომ 2005 წელს რომ შემოვიღეთ კვოტა ლიცენზირების სისტემა. მე 2016-ში, რომელსაც თქვენ ეწინააღმდეგებოდით ქალბატონინო, რომ ესეთი ფორმით არ უნდა შემოღებულიყო. თქვენ სხვანაირი რეფორმა გქონდათ ჩაფიქრებული. 2016-ში კიდე 10 წლით გავახანძლებთ და 2026 კიდე 36-მდე ლიცენზიები გაცემული არის. 2036-მდე მართვასაც კი ვერ შევძლებთ ჯარიმების და გადასახადების გარეშე. და უნდა გითხრათ რომ ანჩოუსი შავი ზღვის არის მსოფლიოში საუკეთესო ვიღაცას თუ ზუთხი უყვარს და ასეტრინა ხო
ანჩოუსის არანაკლებია მთელი ნორვეგიის წარმოება იმის, რა ქვია, მე იმაში, რა ქვია, სუპერმარკეტებში რომ ვყიდულობთ ჩვენ, ერთ-ერთი უდიდესი კვების წყარო არის სწორედ თურქების მიერ საქართველოსთან ექსპორტირებული ანჩოუსი. უმდიდრესი რესურსი არის ანჩოუსის მსოფლიოში გლობალური მასშტაბის. ამიტომ ბატონი სორენსენის ყველა მნიშვნელოვანი პირობა არის შესრულებული. ტურიზმი არის ეკონომიკის პირველი დარგი, სანაპიროს ტურიზმი მით უმეტეს, მეთევზეობა თურმე გვაქვს მსოფლიო მასშტაბის, ოღონდ ამას იყენებს თურქეთი და ჩვენა ვერ ვიყენებთ ამას. მე რო ვიყო გადაწყვეტილების მიმღები ქალბატონინო, გავაუქმებდი ყველა ჯარიმების ფასად ამ ლიცენზიებს. არც ერთ გემს არ შემოუშვებდი, სანამ თურქებთან ერთად არ შემოუშავებდით მდგრადი მეთევზეობის გეგმას თურქეთის და სანაპიროს. გაშენა ღმერთმა აი გითხარი. იმიტომ რომ ისინი თავის რესურსსაც წყობენ, ძალიან კარგად იციან ეს თურქებმა, ჩვენ ძალიან ბევრი მეგობრები და კოლეგები ყავთ, ქალბატონო ნინო. არ დაგვემდურებია, ჩვენ პრობლემებზე საკმარისს საუბრობთ, რომ თურქეთის პრობლემები არ დავიმატოთ კიდე. ამიტომ თუ უნდათ რომ მათი მეთევზეობის 70%, რომელიც ჩაუს ზღვაზე მოდის, იყოს სიცოცხლის უნარიანი, სასწრაფოდ უნდა იყოს გადახედილი ის მართვის მეთოდი, იმიტომ რომ 100,000 ტონაზე ვართ ასული ოფიციალურად, მაგრამ ჩემი აზრით მილიონსაც იჭერენ და მეტსაც. და ქართველები იჭერენ მაგის მეასეც. დავთვალოთ რიცხვები რამდენია. ქართველებს თითქმის არა აქვთ გემები. არაფერი, ნოლი. ამიტომ ჩვენ ეგეთი მართვა არ გვაწყობს, ჯობია რომ საერთოდ არ დავიჭიროთ არც ერთი თევზი, ვიდრე ეგეთი მეთოდებით გაქრება, ანჩოუსიც აღარ იქნება, ქალბატონინო, მეთევზეობის კოლაფს მივიღებთ. თურქეთის სანაპიროზე ხო იცით რომ უკვე აღარ არის და არის მარტო ჩვენ სანაპირო. მეთევზეები წუწუნებენ თურქი. პროფესორებს ვიცნობ ჩვენ არ მინდა გვარები და წუწუნებენ ჩვენკენ იშვერენ თით სხვათა შორის არამდგრადი მართვა გაქვთო ვერ ახერხებთო მაინდა-მაინც მართალი არიან ჩვენი ქვეყანაა სუვერენიტეტია სუვერენული ქვეყანა ვართ და ჩვენ უნდა მივყედოთ ჩვენ იმას სიტუაციას სხვა შორის ეხლანდელ მთავრობა ძალიან უყვარს სიტყვა სუვერენიტეტი და ამ საკითხზეც გადავიდოდი რომ ამ სუვერენიტეტმა რა უნდა გააკეთოს ქალბატონო ნინო და მარტო გრანტების შემოსვლაზე არ ვილაპარაკოთ, ექსპანსია რო გვაქვს სხვისი ეკონომიკის ჩვენთან, ამაზეც ვილაპარაკოთ. არასამთავრობო ორგანიზაციებს თავი გაანებონ, ქალბატონინო, სამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს არღებულობენ, თუ როგორ არის მათი საქმე? გრანტებსაც ღებულობენ და მეცაც გეტყვით, ძალიან ბევრი უცხოური ბიზნესია შემოსული საქართველოში, ისე რომ საქართველოს ბიზნესი ვერ ვითარდება. ვერ ვითარდება ისე და გუშინ საინტერესო იყო სხვა შორის ხვალ არჩევნები გვაქვს და როგორც იქნა ვეღირსეთ დებატებს. ბატონებო, ქალბატონებო, წადით არჩევნებზე, გუშინ დებატები იყო. ის მაინც დავინახეთ, ვინ რაზე ფიქრობს. და სხვათა შორის ბატონ გია გაჩეჩილაძეს კომპლიმენტი უნდა შეუთვალოთ, რომ უდიდესი პროტესტი გამოთქვა, როცა უთხრეს, რომ ჯერ ესეთი არ ფინანსდება, ნეტა პარტია ფინანსდებოდეს, მართლა კაპიკი პული არა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარტიაა და იმას მიადგა მაინდა-მაინც და ამიტომ თუ შეიძლება რომ შეხედონ სამთავრობო გრანტებს კრედიტებს მით უმეტეს მილიარდობით. ამიტომ ეს დახმარებები და მხარდაჭერა და საერთაშორისო დაფინანსების გარეშე საქართველოს უბრალოდ ვერ იარსებებს, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს. ამიტომ ნუ ვიქნებით, ნუ დავძაბავთ საზოგადოებას, ეს ძალიანაც კარგია თუ კარგი დონორი, კარგ გრანტს გამოყოფს, თუნდაც სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, ჩვენ მივესალმებით ყველა სამთავრობო გრანტს. ქალბატონინო, თქვენ რაც ბრძანეთ, აი ეს მაგალითად კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მაგალითად ქობულეთის მუნიციპალიტეტზე სწორედაც რომ ევროპული გრანტი ხდება და სწორედაც რომ პარტნიორი არის ქობულეთის მუნიციპალიტეტი ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენი სახელმწიფო ორგანო მონაწილეობს ამ გრანტში სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხავთ ჩართული იმიტომ რომ იციან რომ რისკები კლიმატის ცვლილების როგორც ქობულეთისთვის და უნდა მიბაძონ მათ სხვა მუნიციპალიტეტებმაც ყველამ ესევე ჩაერთონ წავიდნენ ქობულეთისგან ისწავლონ როგორ მოიზიდეს ეს გრანტი იმიტომ რომ მართლაც კარგი პროექტი არის ძალიან შავი ზღვის პარტნიორებთან ერთად და არა მარტო, არამედ შავი ზღვის გარე რეგიონებიდანაც იღებენ მეთოდოლოგიურ ხარდაჭერას, როგორ გაუმკლავდნენ იმას, რომელსაც ყველა ხედავს. გუშინ წინდელი თუ როდის იყო წყალდიდობა, ხო, მართალი გითხრათ ბათუმში გავხდით და სახტად დავჭი ქალბატონო, ესეთი რაღაცა მე შედეგები არ მინახავს, არ უწოდეს, ბევრ წყალდიდობა შევწრები ვალ სანაპიროზე, ამიტომ კლიმატის ცვლილება აქ არის, სანაპიროზე პრობლემები გვაქვს, მიბაძონ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, რომელიც უკვე იწყებს ადაპტაციის გეგმაზე მუშაობას და ძალიან კარგი ქალბატონო ნინო რომ თქვენაერი ხალხია ჩართული და მეც პატივი მერგო რომ რაღაცა ექსპერტის დონეზე რომ ვიყო ჩართული და ძალიან სიამოვნებს ესეთი ტიპის დაფინანსებას მიღებას, რომელიც არ არის დიდი, უნდა გითხრათ. ჩემი ექსპერტიზა 1-0-ით მეტი ღირს. ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტს შეუძლია. ამიტომ საერთოდ 0 რომ მომცენ, მაინც ვიმუშავებ, ისე მიყვარს ქობულეთი და სანაპირო.
გურია განსაკუთრებით. და ქალბატონინო, რატო ვამბობ იცით სუვერენიტეტზე? ჯერ ეს ერთი ინტეგრირებული მართვა კი არა, არჩევნებზე ვერ შეთანხმებულად. არჩევნები უნდა გავმართოთ თუ არა. დისკუსია გვაქვს იმაზე, არჩევნებზე უნდა მივიდეთ თუ არა. და სერიოზულად იხილავს გინდა პოზიცია და გინდა ოპოზიცია ამ საკითხ. აბა რა ჯანდაბის ქვეყანა ხარ თუ არჩევნებზე ვერ მიდის ხალხი და ბოიკოტის გამოცხადება უწევს. მე პირადად მივდივარ, მივცემ ხმას ვისაც ჩავთვლი საჭიროდ და ყველას მოგიწოდებთ ძლივს დებატები გაიმართა. გადახედეთ, გადაახვიეთ და თბილისის მერი მაინც აირჩიეთ, ვინც არის საჭირო. მე არ ვამბობ, რომ ვინც ეხლა არის, ის არ ავირჩიოთ, ან სხვა არ ვირჩიოთ, ვინმე სხვა არ მოგიწოდებთ ამისკენ, მაგრამ ნამდვილად მოგიწოდოთ, რომ მიხვიდეთ სირცხვილი ამაზე ლაპარაკი. იმიტომ დავშალეთ საბჭოთა კავშირი, რომ არჩევნები გვინდოდა, რომ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა აგვერჩია და მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ თურმე არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს. ამიტომ სუვერენიტეტზე და ინტეგრირებულ მართვაზე დავიწყოთ ფიქრი მას შემდეგ არჩევნებზე რომ შევძლებთ მისვლას. რაც შეეხება ინტეგრირებულ მართვას, ქალბატონო ნინო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კანონპროექტის მოვამზადეთ. შემდეგ კანონპროექტი რადგან არ წამოიწყო შეთანხმების პროცესის სტრატეგია მოვამზადეთ მასზე დაფუძნებული. ერთი გაგვიკეთა ბრიტანელმა ექსპერტებმა, მეორე გაგვიკეთა ევროპელმა ექსპერტებმა, გერმანელი ქალბატონი იყო, საოცარი ექსპერტები ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. ამაზე უკეთესები ევროპაში არ არსებობენ. ამაზე უკეთეს კანონს და ამაზე უკეთეს სტრატეგიას ვერ დაგვიწერენ. როდის ვაპირებთ, რომ ჩვენი სუვერენული ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტის ძირითადი გამოხატულებაა შავ ზღვაზე წვდომა, არა ვართ ჩაკეტილი ქვეყანა, მსოფლიო ოკეანეში გასასვლელის მქონე ქვეყანა. ჩვენი პრემიერ-მინისტრი წასულიყო კონფერენციაზე გაეროზე, სადაც ერთადერთი ქვეყანა იყო ეთყობა ზღვაზე რო გასასვლელი აქვს. დანარჩენი ყველა იყო ზღვაზე გასასვლელის არ მქონე. იქით კი არ უნდა წავიდეთ, აქეთ უნდა ჩამობრძანდეთ. მე ახლა არავის არ მოუწოდებ, რომ ვინმე დავჭაკლოთ. არა, ყველა კარები უნდა გავხსნათ, მაგრამ იქით სახვეწარი არაფერი არ აქვს. აქეთ უნდა შეგვეხვეწოს, რომ ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ სხვა რა უნდა ვინ უნდა შეგვეხვეწოს? ინტეგრირებული მართვის კანონი დაგვიწერეს 25 წლის წინ, მე ხა მესამე პირში ვილაპარაკობ. კი არ დაგვიწერეს, დავწერეთ. ვერ ვამტკიცებთ, სტრატეგია დავწერეთ, ვერ ვამტკიცებთ. და ქალბატონო ნინო, დღეს ეხლა მიმდინარეობს კიდევ ერთხელ ავიღეთ კრედიტი ამხელად აზიის განვითარების ბანკისგან. სივრცითი დაგეგმარების სააგენტო ახორციელებს ამ პროექტს, რომელშიც მოხსენიებული ქალბატონო ნინო, თქვენი ხელმძღვანელობით შემუშავებული კანონპროექტი არ არის. არც ის პროექტი არც აინტერესებთ. არ გახსოვთ 9 მილიონი ხალხს რო გადაუხადეთ და მისი პროდუქტი რო გვიდევს? ვინ არის პასუხისგებელი 9 მილიონზე? მე არა. არც ქალბატონი ნინო, გაგზავნილია მინისტრთან, გიორგი პაპუაშვილი იყო მაშინ მინისტრი და არ წარმოიწყო შეთანხმების პროცესი. ეხლა რომ მოამზადებენ ქალბატონი ნინო, პირდაპირ წერია ტექნიკურ დავალებაში, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა. მაგრამ თუ ის ძველი გამოცდილება არ გავიზიარეთ, დღესაც იგივე იქნება, ტყუილავ ხარჯავ ფულს. სტრატეგია ორჯერ მომზადდა, თქვენს მერე კიდე მომზადდა. ხო, მაგრამ კიდე არ დაგავიწყდეთ, რომ შავი ზღვის სტრატეგია მარტო ინტეგრირებულ მართვაზე არ ვლაპარაკობ. მე ვამბობ შემდეგ, შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვიწერია ასოცირების შეთანხმებაში და რომელიც ვალდებულებაშია გაქართულების ანგარიში მომზადებულია, მაგრამ დამტკიცებული არ არის. მიზეს რას ამბობენ ის ქალბატონო, სეგეში არ გაუტარდაო, პირადად ჩაუტარებდი უფასოდ. ხო, მაგრამ საერთოდ არ გაიტანეს. ის დაწერა, სეგეში ჭირდებაო და 5 წუთში დაწერდა სეგეშეს. ხო, მაგრამ არ გაიტანეს დასამტკიცებლად, გახსოვთ თქვენ ბატონო მამუკა, პოლიტიკური ნება არის ისა გარემოს მოქმედებათა გეგმაში ჩავდეთ რაღაცა ორი კარი და თქვით, რომ ეს ჩაანაცვლებს იმ სტრატეგიას, რომელიც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაზე. ამას ვერ ჩაანაცვლებს. მე რამაწუხებს ისი ქალბატონო, მინდა რომ სუვერენიტეტს დაუბრუნდე იმას. საქართველოსთვის შავი ზღვა არის ეგზისტენციალური. თქვენ ეს კითხვა დაგვისვის, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს? ჩვენ ვარსებობთ, იმიტომ რომ არსებობს შავი ზღვა და მასზე გვაქვს გასასვლელი. იმიტომ რომ ვახერხებდით ამას ადეკვატურად, ისტორიულად, ეთყობა ვახერხებდით, იმიტომ ვარსებობთ დღეს კიდე სანაპიროზე, მაგრამ თუ ესე გავაგრძელებთ, აღარ ვიარსებებ და მე მინდა დონორების როლს დაუბრუნდე ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ამ ინტელექტუალურ ჭიდილში თუ გნებავთ. სუვერენიტეტზეა ხო ლაპარაკი? რატომ არ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკმა ტექნიკურ დავალებაში, რომ სოფლიო ბანკმა 20 წლის წინ გააკეთა კანონპროექტი? არ იცოდნენ? იცოდნენ დარწმუნებული. თქვენ გჯერათ რომ მათ ეს არ იცოდნენ. ანუ არ შეხვდნენ. დარწმუნებული ვარ რომ იცოდნენ. ესე იგი არ ჩაწერეს შეგნებულად. იცით რატო არ ჩაწერეს შეგნებულად? იმიტომ რომ პროექტს ახორციელებს სივრცითი დაგეგმარების სამსახური და ეთყობა მათ უთხრეს, გარემოს დაცვამ რაღაცა რო გააკეთა 25 წლის წინ, ის ჩვენ არ გვაინტერესებს დღესო.
ვინ ახორციელებს ბატონო? სუდა სივრცითი დაგეგმარების დაგეგმარების საქმეა. კი, გასაგებია. ხო, ანუ ქალბატონო, ხვდებით ხო? ანუ ჩვენ უთხარით აზიის განვითარება. ალბათ ეხლა მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ლოგიკა დავინახო. ADB რო ამას აუცილებლად დაწერდა ფაქტია. საერთოდ რატო ჩაწერეს აი ეს იზეტები? შეიძლება მარტო სივრცითი დაგეგმა ეთქვა სანაპიროდან და მათ იციან ძალიან კარგად მართვის მეთოდი არის ეს. ჩაწერეს შიგნით ესა და ამათ ამოუგდეს ეს სოფლიო ბანკი არ მოიხსენიო. უყურო კანონ პროექტი არსებობს და გავიარეთ და სხვათა შორის ამ პროექტში დამგეგმარებლები მონაწილეობდნენ. ბატონი ვატო ლეჟავა იყო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად გარემოს დაცვის. ანუ ეს კანონი არ გაკეთებულა იზოლირებულად გარემოს დაცვის სექტორის მიერ. და დღეს ქალბატონინო სანაპირო ზონის ინტეგრებულ მართვაზე ხელმძღვანელობა დავალებული აქვს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იმიტომ რომ შავი ზღვის კომისიაში ერთ-ერთი მრჩეველთა მიმართულება არის სანაპირო ზონის ინტეგრებული მართვა. თუ ADB-მ არ ჩაწერა terms of reference-ში, ესე იგი მათ უნდათ, რომ გარემოს დაცვის სექტორიდან ეს თემატიკა საერთოდ მოხსნან და გადაიტანონ ეკონომიკაში და დაგეგმარებაში. მესმის, ვიცით მათი როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ გარემოს დაცვის აქედან ამოგდება ნიშნავს ისეთ განვითარებას, როგორცაც ვღებულობ დღეს საქართველოში. დაჯეკით, მანქანაზე გაიარეთ მთელი საქართველო, სანაპიროზე ჩამოიარეთ, ბატონმა აკაკიმ, შენევრად დაახასიათა რა მდგომარეობაც არის. იმიტომ რომ ფეხებზე კიდიათ გარემო, ისეთ გეგმავენ სათამბჯენებს ბათუმში. საოცრება, პირდაპირ ეს ულამაზესი ქალაქი აქციეს რაღაცა იმათ ნიუ-იორკად აქციეს იმ დღეს სურათს შევხედე და ვერ ვიცანი. გავეხუმრე ვიღაცას ნიუ-იორკის ფონზე ხარ თუ ბათუმის ფონი არისო და ნიუ-იორკის ყოფილა. არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ბათუმი სათამბჯენებით არის ლამაზი და საინტერესო? არა, ნამდვილად არა. 1-2 მაინც გაიგებინათ. ხო, ამიტომ ეს საკითხი ბატონო აკაკი არის ბევრად უფრო ღრმა. ADB-მ გადაწყვიტა რომ დაიჭიროს საქმე დეველოპერულ ნაწილთან საქართველოს სუვერენული ხელისუფლების, რომ ამოაგდოს გარემოს დაცვა. იმიტომ რომ სხვას არაფერს არ მიეწერება, როცა სანაპირო ზონის ინტეგრებულ მართვას ვერაფრით ვერ ახსენებს სოფლიო ბანკი რომ ამოქმედდეს და რო გადავა სუდაში და მათ წარმოდგენაც არ აქვს, არც იციან ეს დარგი რა არის. საიდან უნდა იცოდნენ, არ მონაწილეობდნენ ამაში. იგივე ეხება მეორე დონორს, სოფლიო ბანკს. ედელი რო აგვიშენა ქობულეთში, რა სად წერია ესა, სად აშენებენ დღეს კედლებს, ქალბატონონინო, მითხარით, არ აშენებენ არც. კარგი ყანია, უკვე აღარავინ აღარ აშენებს. კარგი და წიგნები რო წაიგითხო, სანაპირო ზონის ინტეგრებული მართვა კოლხიდის სანაპიროდან მაგალითია მოყვანილი. დახედავ და ქობულეთია. 85 წლის ამერიკელი ავტორის წიგნს გეუნებით. კლარკის წიგნი Coastal Integrated Management of Coastal Zones. თელი მსოფლიო ამის ჭამს, FAO-ს ვებგვერდზე დევს და იქ შიგნით ნახავთ ქობულეთის სურათს და 2020 წელს მსოფლიო ბანკი გვეხმარება კედლის შენებაში, ეს მეორე დონორი. რაც შეეხება კაბელს, ქალბატონინო, 3.5 მილიონი დაჯდა კოლხეთის ეროვნული პარკი. კაპიკები დაჯდა, უფასოდ გავაკეთეთ. სად გააკეთეს 3.5 მილიონად დაცული ტერიტორია, ვეტლენდები და საზღვაო ნაწილი, გვითხრან უბრალოდ შეუძლებელი შევძელით ქალბატონინო თქვენთან ერთად. და დღეს 35 მილიონი ავიღეთ ვალად იგივე მსოფლიო ბანკისგან 10-ჯერ მეტი, რომ კაბელის პროექტი შემუშავდეს და კვლევები გავაკეთოთ საზღვაო. და ისე არის დაგეგმილი, რომ ეროვნულ პარკს ვერ აცდება ეს კაბელი. ისე არის დაგეგმილი. იტალიელი კონსულტანტების მიერ. და რატო იღებს საქართველოს ვალს და 1 მილიარდი დოლარი დაგეგმილია შემდეგი პროექტი. ამიტომ მე ძალიან მინდა მოუწოდო საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს, ეს არის სერიოზული საკითხები, საქართველოს კარგავს ძალიან ბევრს. 35 მილიონი ვალად არ არის კარგი რიცხვი, მილიარდი მით უმეტეს არ არის და თუ კაბელი ჭირდება ევროკავშირს, აზერბაიჯანიდან რომ ენერგია მიიღოს, საქართველოს ხარჯზე არა თუ შეიძლება. ამიტომ ქალბატონინო, ნახეთ, თურმე არა მარტო შიგნით აგვაქვს საბრძოლი, არამედ დონორებთანაც. ეს ეთყობა საქართველოს მთავრობა მართლია გრანტებზე და კრედიტებზე რო ლაპარაკობს. ხო, მაგრამ მარტო გრანტებზე და კრედიტებზე არ უნდა ელაპარაკოს. ხო. მას უნდა კონდეს თავისი სტრატეგია და უნდა განიხორციელოს თავისი სტრატეგია. მაგრამ როდესაც შიგნით სტრატეგია არ აქვს, ხარჯან კაპანაძეს მინდა მივმართოთ, ჩაგვდეთ კონსულტაციებში ამ კაბელთან დაკავშირებით. 35 მილიონ დოლარს იღებს ვალად საქართველოს. თუ შეიძლება საქართველოს წვარეთა მოძრაობა ჩართეთ კონსულტაციებში. როგორ გავაკეთოთ? ყველანაირად განვაცხადეთ.
სკოპინგის ანგარიში რო დაწერა იტალიელმა კონსულტანტმა ჩართეთ დრო გამოაქვეყნეთ ვებგვერდზე დადეთ არა დაიწყეთ პროცედურა სკოპინგამდე მივიდა საქმე? სკოპინგის დოკუმენტი დევს საქართველოს ელექტროსისტემის ვებგვერდზე ოღონდ დაწყებული არ არის შეთანხმება არ იწყებენ იმიტომ რომ მე შეგვეძლება განხილვებია დაწყებული მოდი ჩვენ დავიწყოთ მოდით ჩვენ მეგობრებო ვერ დავიწყებთ იმიტომ რომ არ ჩვენ უბრალოდ შიდა განხილვა არ შეიძლება მოვაწყოთ მაგრამ თუ კი არის დადებული რომ შევიარაღდეთ და შესაბამისად უკვე მივაკითხოთ და დაუკაკუნოთ. აკაკი გეტყვით ეხლავე ციტატას და მიხვდებით როგორი სტილის დოკუმენტია. ეს ეროვნული პარკი შექმნილია დელფინების და ასიტრინებისთვის, როგორ არის ხო ზუთხისთვის, ამიტომ ბენთოსისთვის არ არის შექმნილი და შეგვიძლია კაბელი ჩავდოთ ფსკერზე. კარგით რა, ზუთხი სწორე გადაისარა, ახლა აღვადგინეთ ეგეთ ვარციხეში ხელა ქარხანა და ელემენტარულად გაყიდეს. გაყიდეს და ვის ჩაუგდეს კიდე ხელში კაცმა არ იცის რა და რას აკეთებენ იმ იმაში ქარხანაში ერთი თვალით მაინც დამანახა რა და ელემენტარულად საბოლოო დახმარება უნდა სოფლიო ბანკს რომელსაც შეეძლო 10000 ლარად რო ზუთხი მოიყვანა მილიონი მისცეს რომ შეძლოს ნამდვილად მოყვანა იმ ზუთხის მოდით ვთქვათ ესე ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს და პირველ რიგში თუ მართლა სუვერენიტეტს ვიცავთ, უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი შავ ზღვაზე. ეს ერთი. დასკვნის სახით მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ დრო უკვე ამოგვეწურა კოლეგებო და ამიტომ მინდა. მეორე, აუცილებელია რომ ამათიეთ რომ გავცხარდით ქალბატონი ხო, მაგრამ აუცილებელია რომ სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის კანონ პროექტი, რომელიც არსებობს, მე მგონი ჩვენ რამდენიც არ უნდა ვებუტოთ და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ გვინდა არ გვინდა ელემენტარულად ფიზიკურად ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც შეუძლია ეს კანონ პროექტი ამოიღოს და დაუგზავნოს მოქმედ მინისტრებს და მოქმედ პარლამენტს აი ახლა ვინც არიან იკადრონ და დაიწყონ განხილვები, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. ფაქტიურად ჩვენ დავკარგავთ სტატუსს საზღვაო ქვეყნის, იმიტომ რომ არა გვაქვს. როცა მე ეკონომიკის სამინისტრომ 2 წლის წინ გამომიცხადა, რომ თურმე ბატონო აკაკი თქვენ ახსენეთ წეხან, რომ საზღვაო ტრანსპორტი არის ყველაზე იაფიანი ტრანსპორტი და თურმე ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს შექმნილი კონცეფცია ტრანსპორტის განვითარებისა ზღვაზე. ანუ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ საზღვაო სტრატეგიაში, რომელშიც ეს ნაწილიც უნდა იყოს, როგორც ზღვა, როგორც ტრანსპორტი, სატრანსპორტო დერეფანი, ეს ვერ დაიწერა. დაიწერა სხვა ნაწილი. და იცოდა ისევ. ყველა პორტი გაყიდულია და სხვა ოპერატორი ყავს. ხო, სხვა ოპერატორებია შიგნით. ეხლა რას უზამთ, ესე ვთქვათ, ანაკლის სპორტს კიდე გაურკვევლობა. იმიტომ რომ არაფერი არ ვიცით, არაფერი არ იცის საზოგადოებამ და მოდით ვთქვათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რო არაფერი ვთქვათ, თავდაცვის უნარიანობაზე ფლოტთან დაკავშირებით. შეიძლება ვიყოთ საზღვაო ქვეყანა, რომელსაც არ აყავს ადმირალი. საზღვაო ქვეყანა ვართ, მაგრამ ადმირალი სამხედროზე. გაჩნდება ახლა. არ გვინდა. არა, რას ნიშნავს არ გვინდა, კაცო? გასაგებია, ქალბატონო, რა თქმა უნდა. ელემენტარულია. საზღვაო ფლოტი გვაქვს. საზღვაო ფლოტი არა გვაქვს. არა, ჯერ ფლოტი უნდა შევ. ხან კაც, ერთი პატარა ნავიც კი არა გვაქვს ამისთვის. ჩვეულებრივი ნიჩბიანი ნავიც არა გვაქვს და ფლოტი რო დაერქვას და არაფერს აღარ ვამბობ, რაც ჩვენ გვჭირდება. და მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იმ პერიოდში 2018 იყო თუ 20 აღარ მახსოვს, როცა პარლამენტში დავსვი შეკითხვა. გვინდა შავი ზღვის რესურსის გამოყენება თევზის სახით, მაგრამ სად არის ჩვენი ფლოტი? სად არის სანაოსნო, რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ნაბიჯები? ანუ ჩვენ გვჭირდება ჩვეულებრივი სავაჭრო ფლოტიც გვჭირდება და მაგის გარდა ჩვენ გვჭირდება ელემენტარულად სათევზე ეს რა ქვია გემები, რომლებიც თევზ ჭერას განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ იქნებიან ჩვენი საქართველოსი და შეიტანენ წვლილს საქართველოს ეკონომიკაში პირველ რიგში. და ჩვენ უბრალოდ ჩვენ მარტო რესურს არ გავყიდით სხვაზე. რაც არის ყველაზე
დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის განვითარებისა, როცა შენ ყიდი რესურსს არ იყენებ თვითონ მას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაინც გოხრე ვარ ქალბატონო ნინო, რეგულაციები გაამკაცრა. არა, რეგულაციების მარტო შესაბამისად. გამკაცრება არ არის. გამკაცრება რატო ბატონო, რეგულაციების რესურსი გამკაცრება და როცა რესურსი შენ დაედო მარტო საფრანგეთს რესურსს ყიდი და არ ერთი წუთი. უწყობ ხელს მეთევზეებს აქ მუშაობაში, ეს არ არის სწორი. არ უნდა, აი გეთახმებით არ არის სწორი, მაგრამ თვითონ რესურსსაც რომ გააჩნდეს რეალური ფასი, ხო, შესაბამისად, აი ესეთი, ესე ვთქვათ, უცხოურ ჩემო ბატონო, მცურავ საშუალებებით არ იქნებოდა აი ამ არა, რესურსის შენ მოპოვება. უკვე გაცემული გაქვს ეს. არა, ეს ადრე რაც არის, მაგრამ აგრე გაცემული არის 2006-ში არის, თუ არ ეხლა- მეშლება გავეცით და იმის მერე ვაგძელებ და ვაგძელებ. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ არის დასარეგულირებელი. არა, ეს არის მოსაწესრიგებელი, იმიტომ რომ ამას მართლა ჭირდება მდგრადი მეთევზეობა და სხვა არაფერი არ ჭირდება. აუცილებლად. მოდით კოლეგებო, ამაზე დავასრულოთ დღეს და მე მგონი შავ ზღვას ისე უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ კლიმატის შემცვლელი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი არის ზღვა. ზღვის კომპონენტს ჩვენ ვერანაირად ვერ გამოვთიშავთ კლიმატის ფორმირებაში. ასე რომ გვინდა არ გვინდა, როცა კლიმატის განხილვას დავიწყებთ, ზღვის კომპონენტი ცალკე უნდა განვიხილოთ, რომელიც ზემოქმედებას ახდენს საქართველოზე განსაკუთრებით ტენიანობის მატებასთან დაკავშირებით. ქალბატონო, აი მინდა რომ აი პირდაპირ პირადი შეხედვის გაგიზიაროთ, რა ქვია, ხო არის მე-6 ნობა რო აქ ადამიანი რო იცნობს, ბატონი კაკოც დამეთანხმება, რომ მთელი ცხოვრება სანაპიროზე გაატარა, ხო? უბრალოდ ეს არის საოცარი ადგილი, საოცარი შთაგონების წყარო, ესეთი შეშფოთებული ქალბატონო ამ წყალდიდობის მერე რო ვიყავი, ხო? როგორც ჩანს, იგივე იქ ევტროფიკაციის ნიშნებია უკვე, აქედან ეს წყალდიდობები გვიტევს. შეიძლება ძალიან ისეთ კოლაფსში აღმოჩნდეთ, შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგი რაღაც, მე ეგეთი რა თქმა უნდა ეს ახლა მეცნიერული არ არის, რასაც ვამბობ და შეიძლება პრაგმატულიც არ არის, მაგრამ ცუდი შეგრძნება მქონდა. ძალიან სწორი, აბსოლუტურად. ბატონო მამუკა განწყობა. აი მე ხელისუფალს მინდა კიდევ ერთხელ რა გავაგებინოთ და შესაბამისად უთხრათ, რომ თუ კი ზარალი დღეს მილიონებშია გამოხატული, ხო? კიდევ 3-0 მიუმატეთ და რამოდენიმეჯერ გადაამრავლეთ ეს ისეთი ზარალი შეიძლება აი დაგვატყდეს თავს და არ ჯობია პრევენცია მოვახდინოთ. და ქალბატონო ადაპტაციის პროგრამა რეალური გქონდეს. დავიწყოთ, ხო, უბრალოდ ერთმანეთთან საუბრის საშუალება უნდა იყოს. აი მაგალითად, არ ვიცი ხა რომ იმართება, თქვა, მუშავდება ეს სივრცითი გეგმა. ქალბატონო, თქვა, რა ვიცი ხა, ყველა წამყვანი გარემოს დაცვის საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი, თქვენ გქონდათ კონსულტაცია, თქვა ამ იმაზე, ეს როგორც სტეიკჰოლდერთან? არა, რა თქმა უნდა, ერთხელ იყო, მე მგონი შეკითხვა იყო, უბრალოდ ხომ არ მიიღებდით მონაწილეობას? აი, მივიღებთ მონაწილეობას. მზად ვართ მონაწილეობისთვის. ხო, მაგრამ გაიმარჯვა სხვა კომპანიამ რამდენიც მე მიიღო. არა, იმაზე არ არის რომ კომპანია უბრალოდ მიდის უკვე შემუშავება, ერთხელ მაინც დაგვიძახეს რამე შეხვედრაზე. ორგანიზაციას წამყვანს ყოფილ გარემოს დაცვის მინისტრს, რომელმაც კანონი დაწერა სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის. ნუ ვის ელაპარაკებიან მაშინ? რომ ნახოთ დოკუმენტები, ქალბატონო, სულ სტეიქჰოლდერებზეა ლაპარაკი და თუ თქვენ არ ყოფილხართ იქ დაძახებული, თქვენთვის არაფერი არ უკითხავთ, ბატონი კაკოზე, ჩემთვის არ უკითხავთ. ვინ არის, ვინც მონაწილეობს ამაზე, ვინც იცის ეს საკითხები, ხო? საინტერესო სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება ამაში გარკვევა და როცა ჩვენთან არ მოდიან, ჩვენ უნდა მივიდეთ ეთქობა რა, იმიტომ რომ გამოვიყენოთ ეს, ჩვენ უნდა მივიდეთ. და მოდით ესე პირველ რიგში მივხედოთ რომ არ მოხდეს რა, ელემენტარულად გამოვედით მაგასაკიდან უკვე რა. ისეთი რაღაც კონფერენციები გალბატონო ნინო და შეხვედრები ტარდება უკვე სამინისტროში, რომ კარგი იქნებოდა რომ წვანეთა მოძრაობისთვისაც დაეძახებიათ და ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ იმ განხილვების დროს, აღარ მინდა ახლა აღარ დავკონკრეტდები რა და კეთილი ინებონ და შესაბამისად გაახსენდეთ რომ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს და წვლილს, ესე ვთქვათ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით ვახორციელებთ ჩვენ რა. და ნებისმიერ სიტუაციაში როგორც გალბატონო ნინო ბრძანა, იქით მივალთ.
იქეთ მივალთ. და მოდით ახლა ამაზე დავასრულოთ და კიდევ ერთხელ ვთქვათ, ყველაზე დიდი იმედი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის არის საჭირო, ეს არის შავი ზღვის შენარჩუნება. მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ ჯერ კიდე გვიცავს ბუნება, ჩვენ კიდე შევძელით და დავიცავით ჭაობები, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ზუსტად ის ბუფერი, რაც განაპირობებს, რომ შავი ზღვა არ გახდა ტორიჩელის სიცარიელე და იხტიოფაუნიდან არ დაიცალა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ყველას ჩვენგანს გვაქვს გარკვეული წვლილი შეტანილი ამ სისტემის ჩამოყალიბებაში და რომ არსებობს ისპანიის დაცული ტერიტორია და ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. უბრალოდ, მოდით ვიფიქროთ, რომ შავი ზღვა არის კარიბჭე, შავი ზღვა არის ეკონომიკის გასაღები და შავი ზღვა არის ის, რითაც საქართველოს შეიძლება წინსვლა განახორციელოს. როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოს დაცვითი პირველ რიგში. დიდი მადლობა ყველას და ამაზე მოდით დავასრულოთ დღესდღეობით. მადლობა ნახვამდის. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდით. მადლობა. დიდი მადლობა ხალხო გავთიშეთ. გამოდით, ნინო. მოკლედ გავცხარდით ბოლოს